მოგესალმებით სტუდიაში მუშაობს მაგდანა ანუკიშვილი სამთავრობო ამბებით. ეთერშია შეძლებული სამთავრობო არხი, ახლა უკვე ყველა წამყვას გადმოგვეცა სახლი, ქვეყნის კურსი ჩრდილოეთით დაგვიწინაურდა, ჩამოსული რუსი უკვე გაგვიშინაურდა, ვიძინა რომ ღმერთია და გაჭირვება ქრება, გონი უკვე ზედმეტია ამის შეხსენება. საახალწლო ნაძვისხე გვაქვს აღიარებული, გაჭირვება ახლა არის გაბდღიალებული, სიცივეს და უხულობას ნუ მიიტანთ გულთან, ძველებურად უფასოა ნესტოებით სუნთქვა. ალბათ ატყობთ ქვეყანაში მხოლოდ კარგი ხდება, ივერიაც უკვე წუთი-წუთზე წინდება, არ მგონია ყველა კარგი დროში ჩავატიო, ეთერშია სამთავრობო საინფორმაციო. არ გადართოთ, არ გამოგჩეთ თუ რამ კარგი ხდება, ჩვენ ირაკლი კობახიძეც მალე ჩაგვერთვება, გოიმ ქართველ ლიბერალებს ერთ-ორ სიტყვას ეტყვის, დიახ ბატონო ირაკლი, ჩემი როგორ გესმით? არ გამოვა თქვენი ჩანაფიქრები, უნდა გაგიფუჭოთ გეგმა განწყობა, ლიბერალებს აქ ვერ გავაჭაჭანებთ, ჩვენ დავიწყეთ ტირანიის აწყობა, მადლობა თქვით რომ არა ვარ მამაცი, თქვენ ცემაში დღეს დაღამეს გავლევდი, მერე თქვენი გადახსნილი ვენიდან, ოლიგარქის ადღეგრძელოს დავლევდი, წადი თავი დაგვანებე თქვენ დაგებსო თვალები, გოიმები ვიგულისხმი ანუ ლიბერალები, მეც დიდრებში წავედი და მეც მაქვს ჩემი დევიზი, სულ მალე თქვენთვის იმღერებს კობახა და ჯეიზი. რა თქმა უნდა ვეთანხმები რესპონდენტის აზრებს, მისი შავი დალალები მომწონს თავბრუს მახვეს, ხალხო ლიბერალიზმი მართლა გოიმობა, რა დროს ლიბერალიზმია ორ კვირაში შობა. ახლა რეკლამა გვინდოდა ან ნაცებზე გვეხუმრა, თუმცა ჩვენ დაგასახარეთ პრემიერი გვესტუმრა. Ემერჯიბე მადლობა რომ მომიწვიეთ არხზე, ერთადერთი არხია ვინც მართლაც უბრალოდ ხალხზე. ბიზნეს და ღარიბ შორის ღარიბისკენ არ გეხარ. ვიღაც ნოდარ მილაძეს და ტივი პირველს არ გევხარ. ბევრად მეტი ვაკეთეთ ადრე რაც დაგიბარეთ. გაიხსენეთ ეს ქვეყანა როგორი ჩავიბერეთ. მართასურზე მოუსწარით უკვე ვეღარ იაზრებდეთ. ევროპაში საქართველოს ლემის ზენით მიეთრებდეთ. აღარ მართას ამ ქვეყანას დღესნაცების კლანი, მაჯინაზე წამოვიწყეთ გეგმა მასტერ პლანი. ხალხი შევშით ოცნებებზე დაუფასო ფულზე, ეკონომიკურის დაგვაქვს ხოდა გაცდეთ გულზე. აქვე მინდა დავამატო რომ გამოვჩა ინდილას, უკიდე განუმადლობა ულამაზეს ბიზნეს. დიდი მადლობა პრემიერს მოსვლისთვის, სწორად დაყო ერია თუ ბერია, ეკონომიკა ორნიშნად აქცია, მასტერ პლანის გეგმაც მშვენიერია. ჩვენ კი ისევ განვაგრძობთ საახალწლო გართობას, თურმე კასპშიც აპირებენ წელს ნაძვისხის აწყობას, ნათურებით გეგმავენ კასპელების დატკბობას, ტიგრანა ან თმიშას გოგო გვეტყვის კასპის განწყობას. ალბათ გითხავთ ვინა ვარ და როგორ ვარ? გეტყვით ტიგრანა თმიშას გოგო ვარ. რახან ინტერვიუს თვითნა მეწვიეთ. ძალიან აქ თხუთას ნუ გამაწყვეტიებთ. ამ ახალწეს კასპი ისე დამშვენდა, ამის მსგავსი ადრე არა მქონია. ღამით განათება როცა ირთვება, კასპის ნაცვლად ჩანზელიზე მგონია. იმხელა განათების კაბელი, უნდაცა დედამიწას გაწვდება. ძუნგელად მიშა და რო იწყება, აგეწური ლანტკარებთან თავდება. განათება მართლა ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ 19-მდე ისყობა. ჩაქრება და პრობლემები შეგრჩება, სოფელი კი ისე უწყლად იხჩობა. ხომ შევთანხმდით კრიტიკა არ დაგვეშვა? საახალწლოდ პრობლემებზე არ გვეთქვა? უღუნდაცა სოფელს წყალი არა გვაქვს, მაგრამ უნდა მეთქვა, მარო არ მეთქვა. ვერაფრით დავეთანხმები რესპონდენტის ფიქრებს, ტიგრანა ან თმიშას გოგო კარიერას მინგრევს, ახლა მატყობინებენ რომ ჩამომერთვა სახლი, ხალხის გამოსალაყებლად რომ ჩუქნიდა არხი, არხის ცენზორი გაბრაზდა როგორ ბედავამდენს, დაქვეყნის დასატოვებლად მხოლოდ 3 წუთს მაძლევს. მადლობა მათ ვისაც გსურდათ მუდამ ჩემი ნახვა, ხვალიდან კი ჩემს მაგივრად ამბებს გეტყვით ბახვა. ბოლოს გეტყვით რა თქმა უნდა თუ გაუშვა არხმა, ავსტრიელი დედალომი ტიკტოკერი გახდა.